მშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას და პარასკევს ტრადიციულად შოთა ბურჯანაძე ჩვენი თანაწამყვანი გვერდდება ეთერში მასთან ერთად ბუნებრივია ტურიზმზე ვისაუბრებთ და გავშლით საკითხს დღესაც გარკვეულწილად გასტრონომიული მიმართულებაზე გვინდა აქცენტის გაკეთება თუმცა მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მათ შორის გავაკეთოთ შეფასება იმ გავლენებზე რაც მოაქვს აი არასტაბილურობას პირველ რიგში მოგესალმებით. მოგესალმებით დილა მშვიდობისა, ხარია თქვენთან სტუმრობა. მოგესალმებით ჩვენ მსმენელს და ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. მადლობა იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ხართ კიდევ ერთ პარასკევს ჩვენთან ერთად და მოდით შეფასებითი ნაწილი დავიწყოთ მოკლედ ჩვენ აღვნიშნეთ რომ ტურიზმზე ძალიან სწრაფად და მყისიერად მოქმედებს არასტაბილურობა როგორც ჩვენთან შიდა ქვეყანაში ისე გლობალურადაც. აი ისრაელთან დაკავშირებული ამბები ჩვენ განვიხილეთ ბუნებრივია ერთი ამბავი თქვათ აი ეს პოლიტიკური ნაწილია თუმცა მეორე არის რომ ტურიზმზე ძალიან სწრაფად აისახება ხოლმე ასეთი დაძაბულობები და მათ შორის ისრაელიდან ტურისტების ნაკადებზე ჩვენ ვნახეთ თვეების წინ რომ გავლენა იყო ღაზას სექტორში დაძაბულობას ჰქონდა ახლა რა მოლოდინები გაქვთ ან ისრაელი რამდენად მნიშვნელოვანი ბაზარია ჩვენთვის ესეც რომ გითხრათ კი ბატონო ეს დილის ცნობები რომელიც ცნობილი გახდა რა თქმა უნდა საქართველოს ეს იმოქმედებს გამოცხადებული არის საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად დახურული არის ყველაფერი და ის დაგეგმილი ვიზიტები რომელიც ისრაელიდან იყო როგორც ბათუმში ისე თბილისში ვერ გეტყვით რამდენად განხორციელდება მინიმუმ 1 კვირა. დიახ. შესაბამისად ეს სამწუხაროდ საქართველოსზე პირდაპირ მნიშვნელობით არის გარკვეულწილად უარყოფითი გავლენა თუ მეტი არ იქნება და ნახოთ მოვლენებს დავვილოთ ამ წუთში არაფრის ხარ შეიძლება თუ ფრენების შესაძლებლობა გაიხსნა ამ შემთხვევაში პირიქით საქართველოს გახდეს მოზიდულობის ძალა უსაფრთხოების კუთხით მაგრამ თუ არ გაიხსნა ფრენები ამ შემთხვევაში ის რაც დაგეგმილი არის შესაბამისად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. და ბატონ შოთა ალბათ ველოდებით ახლა ირანის პასუხს, ხო სწორედ ამაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული იმ პასუხის ხარისხზე და ესკალაციის რა დონეს მიაღწევს ამ ორ მხარეს შორის ასე ვთქვათ ურთიერთობა. მე ვფიქრობ რომ ესკალაციის დიდი ხარისხი არ იქნება იქიდან გამომდინარე რომ ეს ნაბიჯის წინასწარ გათვლილი არის და ეს მჯეროდეს მინდა ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად ის ზალის ხმევა რაც შეიძლება ამ კუთხით ირანის მხრიდან განხორციელდეს ვერ იქნება მაღალი ხარისხის ამ კუთხით დაცულობა სხვა ყველა ქვეყანასთან შედარებით ისრაელს ამ შემთხვევაში უმაღლესი აქვს. კი ბატონო, მოდით ახლა ჩვენ შიდა თემებზეც გადავიდეთ და აი ამ ფონზე მით უმეტეს, როდესაც დაძაბულობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ასეთი მაღალია, ალბათ მნიშვნელოვანი არის ტურისტების გარდა შიდა ტურიზმის გააქტიურებაც. ასეთი აქტივობები და ფესტივალები, ეს გემოფესტი იქნება თუ სხვა, რასაც ვხედავთ ხოლმე სეზონის გახსნები, რამდენად რეალურად მუშაობს თუ უბრალოდ აი ახლა ქუთაისისთვის ეს 3 დღე იქნება რაღაც დღესასწაული და ის შიდა ტურიზმის კუთხით დატვირთვა თუ ამას ნაკლები აქვს ან რა უნდა გაკეთდეს რომ გააქტიურდეს და ადამიანებს აი ეს გადაადგილება უფრო თქვათ მოანდომოს საკუთარი ქვეყნის დათვალიერების კუთხით. ის მიმართულება რაც გემოფესტის კუთხით თქვენ რამოდენიმე წელია გვაქვს მინდა გითხრათ რომ ეს არა მარტო გემო არის და შეერთებული კერძი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი წამოწყება არის ეკონომიკის განვითარებისთვის, კულტურის განვითარებისთვის და შესაბამისად ეს არა მარტო ტურისტული კუთხით უწყობს ხელს ჩვენი გასტრონომიული კულტურის განვითარებას, არამედ თვითონ საქართველოში გარკვეულწილად შეიძლება ითქვას გასტრონომიის განვითარებას. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ ჩვენი მსმენელისთვის მინდა თქვა რომ საქართველოში საბოლოოდ გასტრონომიული განვითარების ორი მიმართულება იქნება. ის რაც ასე ვთქვათ შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ტურისტებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლისთვის იყოს და მეორე იქნება, ეს არის ასე ვთქვათ, პოპულარული მიმართულება,
მაგრამ მეორე მხარე იქნება უფრო ასე ვთქვათ შეიძლება ნაკლებად ხელმისაწვდომი უფრო ძვირი ფასის კუთხით, მაგრამ ის რაც ქართულ ძირითად გასტრონომიულ ტრადიციებს განასახიერებს. ეს ხშირ შემთხვევაში ტურისტულ ქვეყნებში იკარგება, მაგრამ ზუსტად ესეთი გემო ფესტების და გარკვეულწილად კულინარიული შესაძლებლობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს გარკვეულწილად სხვადასხვა რეგიონებში, სახლებში, მცირე ჰოსტელებში და ასე შემდეგ ამ კუთხით კულინარიის განვითარებას. ანუ საბოლოოდ განვითარების რაღაც ეტაპზე ქართული კულინარია ორად გაიყოფა. ის რაც ხდება ტრადიციული და ვთქვათ ძველ ტრადიციებზე დამყარებული სახლური გემოები, დედის, ბებიის გემოები რო გვახსოვს, ეს იქნება მცირედი, მაგრამ გარკვეულწილად ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე, ასე ვთქვათ, შეიძლება უფრო ფართოფენებისთვის განკუთვნილი შაბლონური მიმართულებები. კი ბატონო, ხო ერთ-ერთ შეფასებას ვკითხულობდი სწორედ ამ კულინარიულ მიმართულებაზე, რომ იგივე ესეთი დიდი რესტორნები იმდენად ტურისტებს, თქვათ, ვერ სთავაზობენ, არ ვიცი, სიმყუდროვე იქნება ეს თუ სიახლეები, ამიტომ ადამიანები აი ასეთი ტიპის, თქვათ, ან ავთენტურობა. ხო, ან ავთენტურობის ნაწილი, აი საოჯახო, თქვათ, კერძებს, ან აი ამ მიმართულებებს უფრო მეტად ირჩევენ. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამ მიმართულებასთან დაკავშირებით? მაგას ვამბობ ზუსტად რომ ტურიზმი გარკვეულწილად შთანთქავს რაღაც ფასეულობებს იქიდან გამომდინარე რომ ეს მასაზე გათვლილი კულინარია არის და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება მასაზე გათვლილი კულინარია ვიწრო ტრადიციულ მიმართულებებზე იქნას დამყარებული და შესაბამისად გარკვეულწილად იქნება შედეგი, მაგრამ ეს უარყოფით კონტექსტში არ არის მისაღები, ეს აუცილებელი იქნება და შესაბამისად იმისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის მრავალფეროვანი გემოები, ამ შემთხვევაში იქნება მისთვის ხელმისაწვდომი გარკვეული მიმართულება, ის ვინც მაგალითად ტურისტული ადგილებში, სადაც უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კუთხით მიწოდება, იგი დაკმაყოფილებული იქნება სხვაგვარად, მაგრამ ეს ანიშნავს ერთი ან მეორე ან ძალიან კარგია და მეორე ცუდი არის, ან მეორე არის ძალიან ცუდი და პირველი არის თქვა კარგი. გარკვეულწილად ჩვენთვის დამახასიათებელი იქნება და ინდუსტრია გადაწყვეტავს თვითონ მოთამაშე, თქვა რა მიმართულებით იქნება ამ კუთხით საქართველოში მისი მოქმედება და გასტრონომიული განვითარება. კი ბატონო და ბოლოს ფასებთან დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ ბოლო დღეებში და ჩვენს ეთერშიც არაერთხელ ვისაუბრეთ რომ ზოგადად ამ ეტაპზე ფხილ ბოსტნეულის და სურსათის ფასები გაძვირებული არის საკმაოდ ეს რამდენად აისახა ან სარესტორნო სფეროში უკვე რამდენად ჩანს რომ ზაფხულის პერიოდისთვის შესაძლოა ფასები გაზრდილი გქონდეს უკვე მენიუში. რაც უფრო დიდი იქნება მოთხოვნილება ჩვენს ქვეყანაში სერვიზის განვითარებისკენ, რაც უფრო მეტი იქნება მოთხოვნილება სტანდარტიზაციისკენ, ის რაც ჩვენთვის უნიშნელოვანესია რომ გარკვეულწილად დავეწიოთ და შესაძლებლობა გქონდეს დასავლურ ქვეყნებში არსებულ უსაფრთხოებას როგორც სტუმრის ისე თანამშრომლის და ასე შემდეგ. ეს გარკვეულწილად ყოველთვის გამოიწვევს ფასების ზრდას და შესაბამისად ინგრედიენტები ცალკე რომელიც იმის და მიხედვით თუ სეზონზე რა ფასდა ზრდა იქნება, ყოველთვის იქნება ფასდას და ჩვენი მოთხოვნა, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს არა ფასის დაკლება, არამედ ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს ხელფასების გაზრდა. იქედან გამომდინარე, ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ, რაც უფრო ძვირი იქნება ჩვენ ქვეყანაში, თუმცა იმდენად მეტი თანხა შემოვა. რაც უფრო იაფი იქნება, უფრო იაფი ქვეყანა ვიქნები და შესაბამისად ეკონომიკა ტურიზმზე ვერ იქნება და შემოსავალი ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვერ იქნება მაღალი. ამიტომაც ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს არა ფასების დაკლებაზე, არამედ ძალისხმევა უნდა იყოს ხელფასების ზრდაზე. კი ბატონო, დიდი მადლობა შეფასებისთვის. მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ეს შოთა ბურჯანაძე. ერთი წამით ერთი წუთი თუ შეიძლება ახლა ჩაგიგდებ თქვენ მოსათვევს რედისონ რედში დღეს არის ძალიან დიდი ღონისძიება და რედისონში გეპატიჟებით მთელ გუნდს განურჩევლად ყველას შეგიძლიათ რომ მოგბრძანდეთ დიდი სიამოვნებით და მიგიღებთ რედისონ რედში ამ ძალიან მაგარ ღონისძიებაზე მოსაწვევს ჩაგიგდებთ ეხლავე. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. წარმატებები შოთა ბურჯანაძე იყო ჩვენთან ერთად ისევე როგორც ყოველ პარასკევს და მას ერთი კვირით ვემშვიდობებით.